მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიგებთ. ახლა საერთო იქნება და საერთო ყოველთვის ყველა სიტყვა არ ემთხვევა შეგახსენებთ. ლოგიკურია პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ Telegram-ი როგორც იცით გავაუქმე და აღარ ვაკეთებ Telegram-ზე, ვერ მიპოვით აორთქლებული აღარ არსებობს ჩემი გვერდი Telegram-ზე. ამიტომ მომწერეთ პირადში იმისთვის, რომ დაგაკვალიანოთ ფასები, დეტალები, რა, როგორ ვაკეთებ გაშლებს არ ვაკეთებ live-ში პირდაპირ გეუბნებით, ამაზე ბევრი კითხვა და აქვე ვაკონკრეტებ, ვაკეთებ voice-ებით და აუდიო და ვიდეო ვერსიას მოკლედ, voice-ებით და ვიდეო გაშლით. live-ში დარეკвებით და სახში მოკითხებით არ ვაკეთებ, მეგობრებო, ამაზე ბევრი კითხვა მომდის და ამიტომ ვაკონკრეტებ. მომწერეთ პირადში და გეტყვით სად როგორ რანაირად ვაკეთებ დანარჩენს მე თავად. გაშლა იქნება ეხლა ეს გაშლა, რომელიც ძალიან საინტერესო გაშლა არის ჩემი აზრით. ესე იგი თემატიკა არის ასეთი. არის თუ არა ისეთი ადამიანი, ვისაც თქვენ არ აძლევთ მოსვენებას, ვისაც უყვარხართ, გაკვირდებათ, გითვალთვალებთ და არ ვიცი, სიშორის გამო შეიძლება ან ვერ გამოდის კონტაქტზე, ან ვერ ამოღერღა და ვერ თქვა, რომ შეყვარებულია თქვენზე. არის თუ არა ასეთი პიროვნება, ვისაც მალულად, ჩუმად უყვარხართ და არ იცით ჯერ და გინდათ რომ იცოდეთ. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ვიხარ თქვენ გავიგოთ, უცებ და პირდაპირ გადავალ გაშლაზე, ბევრი დრო რო არ ვხარჯებთ. ვიხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით, იუსტიცია, ტუსტასი, 4-იანთა სიღმერთო ემოციებით სავსე ხართ. ტუსტასი ეს არის ემოციების ზღვა, მაგრამ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შემთხვევაში შეიძლება წავიკითხოთ ხოლმე ეს კარტი. ამჯერად სიყვარულზე ემოციური ფონი გაქვთ, გადმოგდით, ვეღარ აკავებს, ესე იგი ჯებირები თქვენი მოწყენილობა, მონატრება, ემოციური ფონი. შესაძლებელია ამ კარტით ნაბახუსებზეც იმყოფებოდეთ ახლა რაღაცნაირად ესე მომდის ინფორმაცია და რაღაცა მცირე ნაწილისთვის იქნება, მცირე პროცენტისთვის შეიძლება 5%-იც კი არ იყოს მაყურებლის ასეთი, შეიძლება 5-10% მაქსიმუმ, მაგრამ მაინც ვიტყვი, ვინაიდან ეს ინფორმაცია მომივიდა, რაღაცნაირად აღარ მინდა მეტი დალევა, ნუღა დამპატიჟებთ. არ ვიცი, საკეიფოთ იყავით რაღაცნაირად, ბევრი ზედოზირება მოგივიდათ ალკოჰოლის თუ უბრალოდ ნეგატიური ემოციებისგან ეძალებით ხოლმე ბოლო პერიოდის ასმელს, თუნდაც ლუდს ხშირად მოიხმართ და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად გადაიღალა თქვენი ორგანიზმი ამ ალკოჰოლის გადამუშავების რეჟიმზე და აღარ მინდა დამანებთ, აღარც დალევა მინდა, აღარც არაფერი მინდა, მაგრამ აი ამ ემოციურ ფონს თითქოს იკლავდით სასმელში, თითქოს სვამდით, იმიტომ რომ რაღაცა დაგევიწყებინათ, თითქოს სვამდით, იმიტომ რომ თქვენი ემოციური ფონი ცოტა აგემაღლებინათ, დამშვიდებულიყავით. ამისგანაც დაიღალეთ, ამას გეტყვით, აი ესეთი ენერგეტიკა გაქვთ, ტუსტასით შეყვარებული ხართ ძალიან დიდი ალბათობით და გაშლა უმეტესი ნაწილი იქნება მამაკაცებისთვის. დაღლილი ხართ ამ ტვინის ბურღვებისგან, თქვენი მეორე ნახევრის თუ ეს დედა იქნება ზოგიერთი რაღაცა ნაწილისთვის, შეიძლება დედაზე იყოს საუბარი, რომ აი სახში რომ მიდივარ ტვინის ბურღვას, რომ ცოლს როდის მოიყვან, რატო დაიგვიანე, სად იყავი, რაღაც აქვთ დედებს ესეთი ეგოისტური ქცევები, განსაკუთრებით მოზრდილ ვაჟკაცებთან და უოჯახებელ ვაჟკაცებზეა საუბარი. ამისგანაც დაიღალეთ, აი ეს მოსმენა აღარ გინდათ, რომ აი ცოლი როდის მოყავს სანათესაოში მაგალითად ამ ტვინის ბურღვა კითხვებზე ალერგია გემართებათ. ამ რეჟიმმა დაგღალათ, მამაკაცებისთვის იქნება ასე გაშლა ორივე სქესისთვის არის, ქალბატონებისთვის იქნება სულ ერთი და იგივე თქვენი შვილი შეიძლება რომელიც არის თინეიჯერი, გადატეხის ასაკში და გიწევთ სამუშაო რეჟიმშიც ყოფნა და მასზეც თვალყურის მიდევნება, რომ გვიან არ მივიდეს სახში, როცა თქვენ გაგვიანდებათ სამუშაოს გამო მაგალითად და უწევთ რაღაცა აგიტაციას, რომ აი ესე უნდა ქნა, მაგრამ დაიღალეთ, თქვენც დაიღალეთ აი ამ რეჟიმით, რომ ასწავლით, მაგრამ თითქოს შეაყარე კედელს ცერცვი მეორე დღეს, მესამე დღეს იგივენაირად
არ ესმით მოკლედ თქვენი ემოციების ხარჯვა მიმდინარეობს ფუჭად და აი ამ სიფუჭისგან თითქოს გადაიღალეთ ძალიან. ნაწილი ადამიანების შესაძლებელია ამ გაშლის მაყურებლები ბრძანდებოდეთ ესე იგი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი, ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ მერვე მაღალი არკანი ეს არის ამ შემთხვევაში ამ ტაროში იუსტიცია არის, მაგრამ საერთოდ მერვე მაღალი არკანი ძალა არის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები შეიძლება ბრძანდებოდეთ. იუსტიციის თანამშრომელი, იუსტიციის სახლის თანამშრომელი, არ ვიცი, ძალოვანებთან პატიეთ ჭიდრო ასე ვთქვათ დაკავშირებული პერსონა, ადვოკატი, არ ვიცი, კომენდანტი, პოლიციელი, უბრალო არც ერთი არ არის სამართალდამცავი, ცუდად ნუ გამიგებთ. მაგრამ აი ესეთი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, შესაძლებელია კიდევ მეორე პროკურატურის წარმომადგენელი, რაღაცა სანქციები, კონტროლირება, საზღვაო საბაჟო ტერმინალებზე მომუშავე, რაღაცნაირად კონტროლის ადამიანი ბრძანდებით. თუ არც ერთი არ არის და არ მუშაობთ ასეთ სფეროში, მაშინ გეტყვით, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ცხოვრებაში ხდებოდეს და კონკრეტულად თქვენ ცხოვრებაში დაბალანსებული და სტრუქტურული, კანონიერი გზით. უკანონო და ვიღაცაზე მოპარული ცხოვრებაში არ გაზრდილ ხართ ასეთ ოჯახში, რომ ვიღაცისთვის რამე მოგეპარათ, თუნდაც ერთი თეთრი ნემსის ქურდი და მანქანის ქურდი თუ აქლემის ქურდი ერთი და იგივე არის თქვენთვის. აი ესეთი პიროვნება ხართ. სამართლის მორჩილი, კანონიერი, სამართლიანი, გულწრფელი და ესეთი ადამიანი ბრძანდებით, სინდისის ქენჯნამ, რომ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თქვენს გამო არასდროს არ შეაწუხებს, პირიქით სიამაყის გრძნობა ექნებათ, რომ აი ესეთი კეთილსინდისიერი ადამიანის შთამომავალი ვარო. აი ესეთი პიროვნება ხართ, მაინც ძალიან გამიგრძელდა წინა სიტყვაობა და პირდაპირ გადავდივარ, არის თუ არა ჯერ ვნახოთ თქვენ ენერგო ველში ასეთი ადამიანი, ვინც ასე მალულად არის შეყვარებული თქვენზე და ჯერ არ გეუბნებათ. ესე იგი, ძალიან დიდი ალბათობით, დიდი ნაწილი უფრო იქნება ეს გაშლა მამაკაცებისთვის, მაგრამ გაშლა არის ორივე სქესთვის. არისო მეუბნებიან, ეს არის ხმლის დედოფალი, თქვენი სტიქიისვე, პირდაპირ გეუბნებით, ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ტყუპების სასწორის და მერწყულის ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს როგორც წესი ჰაერის დედოფალი, მაგრამ არის ძალიან ცივი. ასევე ორგანოების თანამშრომელია, ხშირად ჰაერის დედოფალი, შესაძლებელია, არ ვიცი, პოლიცია, კონტროლირებადი სტრუქტურები, რაც უკვე ჩამოთვალე, ყველა ამ ყველაფერში შესაძლებელია მუშაობდეს ჰაერის დედოფალი, ძალიან მენტალურად განვითარებული, კარგი აზროვნების უნარით, ძალიან კარგი ანალიტიკოსი, ცივად მოაზროვნე, ქალი მგელი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ასევე შეიძლება იყოს ქირურგი, ექიმი, ექთანი, რაღაცა ცივი იარაღთან მომუშავე, ასევე შესაძლებელია იყოს შეფ-პოვარიც ამ კარტით და შესაძლებელია იყოს ქვრივი ან ქმარს გაშორებული, რომელსაც წარსულ თქვენამდე თქვენთან გაცნობამდე გაშორებული და მწარე ურთიერთობის, ასე ვთქვათ, გემო დღემდე შემორჩენილი აქვს, რამაც გახადა ის პრინციპში ანალიტიკურად ცივ დედოფლის როლში. იმპერატრიცა არის ასეთი ეს ადამიანია, რომელიც იქნება თქვენი იმპერატრიცა, რომლის მიმართაც გეჭირებათ თასი და სულ გრძნობით და ემოციით ივლით, სულ იზრუნებთ იმაზე, რომ რა მიუტანოთ საჩუქრად და რა გაახაროთ, ქალებმა ამ შემთხვევაში თქვენ თავზე მოიდგეთ ეს ყველაფერი, ასეთი იმპერატორი გეყოლებათ, რომელიც ესე იგი რომლისთვისაც იქნებით იმპერატორი, რომელიც მზად იქნება, რომ საჩუქრები იქნება, ყვავილები, პარფიუმერია, გასეირნება, რაღაცა რომანტიული ლექსის წაკითხვა, სადღაც ჩირაღდნებით ხელში და მთელი დაფდაფებით სიმღერა ქვევიდან, როგორც რაჭა-ჩემში სიყვარულშია, ფანჯრის ქვეშ სიყვარულის ახსნები, აი ესეთი ტიპაჟია, იცნობთ თუ არა უკვე მას? ჯერ არ იცნობთ, ხუთიან პენტაკლით, ნამდვილად არ იცნობთ. უახლოესი 2 კვირა, 2 თვის ვადებში გამოჩნდება ასეთი ადამიანი, გამოიელებს, გამოიშხულებს, აანთებს თქვენ თვალები, შუბზე აგივათ, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ და თქვენი იმპერატორი, იმპერატრიცა, თქვენი ბედი მოდის.
გაიცნობთ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში ამას და აღნიშნავთ შესაძლებელი სუფრაზეც კი გაიცნოთ ან